საშობაო და საკალანდო ტრადიციები ხალხურ ფოლკლორთან ერთად მუსიკალურ სკოლასთან არსებულმა ანსამბლმა წარმოადგინა. მასპინძელმა სტუმრები შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიიწვია. მუსიკალურ სკოლასთან არსებულმა ხალხურ საკრავთა ანსამბლმა კალანდის წინა დღეების სამზადისი გურული ტრადიციებით გაჯერებული იხილა. შეხვედრის მიზანი სწორედ ძირძველი ტრადიციების გაცნობა და ქართულ ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია გახდათ. კედზე გამომცხვარი მჭადი თუ საკალანდო ღორისთავი, ტკბილი ჩურჩხელები და სიმბოლური გურული ჩიჩილაკი. ტრადიციული დღეების მნიშვნელობაზე საუბარს შალვა რადიანის ღვაწლის ამსახველი ფოტორეპროდუქციების გაცნობა და მუზეუმში მცირედი ექსკურსი მოჰყვა. რის შემდეგაც ხალხურ საკრავთა ანსამბლმა ტრადიციებით სავსე გურულ ეზოში ქართულ ხალხური სიმღერები გააჟღერა. იყო ძალიან საინტერესო. მე პირადად არ ვიცოდი ძალიან ბევრი რამ შალვა რადიანის შესახებ და გავიგე. მოგვიწვეს ძალიან გულთბილი დახვედრა. მე არ მეგონა თუ ამდენად გულთბილი იქნებოდა და ამდენად შთამბეჭდავი. შევასრულეთ ხალხური საკრავებზე ნომრები და ვარ ძალიან კმაყოფილი. იყო ძალიან მხიარული. ბავშვები გაეცნენ ქართული სუფრის ტრადიციებს, ასევე შალვა რადიანის მოღვაწეობას, მის დიდ ღვაწლს, ასე ვთქვათ, ჩვენი ერის წინაშე. ეს ნამდვილად კარგია, იმიტომ რომ მიზნად ისახავს ბავშვების, ასე ვთქვათ, ცოდნის ამაღლებას. ბავშვებმა იმღერეს, დაუკრეს, გაეცნენ, არა მარტო შემეცნებითი, ასეც და გასართობი აქტივობა იყო. გურიაში ასე იყო ტრადიციულად, რომ ერთი კარგი მობრძანდის თქმა ერთს ნიშნავდა ერთი კარგი საქმის გაკეთებას და ჩვენს დღეს ასე დავხვდით ბავშვებს, ისეთი ომახიანად შევძახეთ მობრძანდით. და ნახა ბავშვებმა სამზადში, აი ქალები როგორ ტრიალებენ, ჩურჩხელას როგორ ამზადებენ, ჭადის ამბავის გაცრა, რაღაცა ღორისთავს როგორ შეამზადებენ საახალწლოდ, აი ჩიჩილაკის აწყობა, ეს ხო ჩვენი ტრადიცია, ჩვენი სილამაზეა. ღონისძიებას ორგანიზება შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად მუსიკალურმა სკოლამ გაუკეთა. მსგავსი ტიპის აქტივობა მომავალ წელს კვლავ იგეგმება.